ფისასოს ზღაპარი. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი დიდებული ხელმწიფე. ყავდა 3 ვაჟი და 3 ქალი. როდესაც ხელმწიფე კვდებოდა, ვაჟები თავისთან დაიბარა და უანდერძა. შვილებო, მთელი ჩემი სამეფო, თქვენ სამისთვის დამილოცია. როგორც გსურდეთ, ისე გაინაწილეთ და მოუარეთ, მაგრამ თქვენ სდებს გაბარებთ. კარგად მიმიხედეთ და ვინც პირველმა გთხოვოთ, იმას შერთეთ ცოლებად. მერე უმცრო შვილს მისცა ერთი ძვირფასი თვალი და უთხრა. მოუფრთხილდი, გასაჭირის დროს დაგიხსნის. მერე დაანახა ვაჟებს ერთი შავი მთა და გააფრთხილა. იცოდეთ, იმ შავ მთაზე ფეხს ნუ დაადგამთ. წითელსა და თეთრ მთაზე კი შეგიძლიათ. როცა მოგინდებათ, მაშინ ინადიროთ. მოკვდა ხელმწიფე, დამარხეს, როგორც შეეფერებოდა და იგლოვეს. გავიდა ასე 2 თვე. ერთ დღეს კარებთან რომ დიდი ქვაიდო, იმაზე ბუ შემოჩდა. ძმებს კაცი შეუგზავნა და სთხოვა დაცოლად. ძმებმა, უფროსმა და შუალამ, კეტებს მოავლეს ხელი. წაეთრიოს იქ, საიდანაც მოთრეულად ჩვენს დას ბუს როგორ მივცემთო. უმცროსმა ძმამ კი მოავლო უფროს დას ხელი. მამის ანდერძს ვერ გავტეხო და მისცა ბუს. ბუმ შეისვა მხრებზე ქალი და გაფრინდა. მეორე დღეს მოვიდა მგელი. უფროსმა ძმებმა ისეთივე პასუხი მისცეს, როგორც ბუს. უმცროსმა კი მეორე და გამოიყვანა და მისცა მგელს. შეისვა მგელმა ქალი ზურგზე და გასწია ტყისკენ. სიტყვა რაღა გავაგრძელოთ, მესამე დღეს შავარდენი მოფრინდა და უმცროსმა ძმამ უმცროსი და იმას მისცა. შავარდენმა შეისვა ქალი ფრთებზე და ღრუბლებში აფრინდა. რაკიდები გაათხოვა, უმცროსმა ვაჟმა იფიქრა. მამის ანდერძი ხომ არ გავტეხე. მოდი ერთი იმ შავ მთაზე წავალ, ვნახავ, რა არის იქ ისეთი, რომ საშიში იყოს. მართლაც ადგა, ჩაიცვა ჯაჭვი, აისხა აბჯარი, შეჯდა ცხენზე და გასწია სანადიროდ. მთელი დღე იხეტიალა შავ მთაზე, ვერსად სულიერი ვერ ანახა, ვერც ვერაფერი მოკლა. იმ ღამეს იქ დარჩა. მეორე დღეს იარა კიდევ ბევრი და ბოლოს ერთი ტბა ნახა. შუა ტბაში ერთი ბატი დაცურავდა. იფიქრა. სხვა ვერაფერი მოვინადირე, ეს ბატი მაინც მოკლა, თორემ შიმშილით სული გამძვრება. მიუახლოვდა ფრთხილად ტბას და ბატს თოფი ესროლა, მაგრამ ვერ მოარტყა. ესროლა კიდევ, ისევ უშედეგოდ. ყველა თოფის გასროლაზე ჩაყურყუმალავდებოდა ბატი წყალში და შორს სადმე გამოჩნდებოდა, ამოჰყოფდა თავს. ვაჟმა იმდენჯერ ესროლა, რომ ტყვია წამალი სულ გაუთავდა, მაგრამ მაინც ერთიც ვერ მოარტყა. ბოლოს შეჯდა ცხენზე და შეცურდა ტბაში ცხენდაცხენ. მაგრამ ბატი ისე ეშმაკურად დაცურავდა, რომ ეშმაკიც ვერ დაიჭერდა. ხან წინ გაუცურდებოდა ცხენს, ხან უკან მოექცეოდა. ხან ფეხქვეშ გაუძვრებოდა, ხან შორს ჩაყვინთავდა. ბოლოს ბატმა ვაჟი კარგა შორს შეიტყუა. რაღაც განგებით ვაჟმა უკან გამოცურვა მოახერხა, მაგრამ ცხენი და აბჯარი შუა წყალში ჩარჩა. ის იყო ღამდებოდა კიდევაც. შორს სადღაც ტყეში ცეცხლი გამოჩნდა. ვაჟმა იქეთ გასწია. იარა და ბოლოს ბუების სოფელში მივიდა. ბუები ხნავდნენ და თესავდნენ. ვაჟი მივიდა იმათთან და მიესალმა. გამარჯობათ ბუებო, ბუს ქვეყნისანო, ან სალამი, ან გამარჯობა არ იცით, ან ბატონი არა ყავთ? ბუები კაცები ყოფილიყვნენ, მაგრამ ბუების ტყავები კი ემოსად. გამარჯობაც ვიცით და ბატონიცა გვყავს. უპასუხეს ბუებმა. ჩვენმა ბატონმა ხელმწიფის ქალი მოიყვანა ცოლად და ყველანი გახარებულები ვართ. აბა, ერთი მაჩვენეთ, სად არის თქვენი ბატონის სახლი? უთხრა ვაჟმა. სიხარულით მიასწავლეს. ვაჟმა გასწია ბატონის სახლისაკენ და შორიდანვე იცნო თავისი უფროსი და. და სიხარულით ჩამოეგება ძმას და გადაეხვია. დასხდნენ და ერთმანეთს ტკბილად გამოჰკითხეს ამბავი. საღამო რომ მოახლოვდა, დამ უთხრა ძმას. ძმაო, ახლა შენ სხვა ოთახში უნდა გახვიდე. ბუთა ბატონი უნდა მოვიდეს. ვაი თუ ან კლანჭი გაკრას, ან ნისკარტი. საღამოზე მოვიდა ბუთა ბატონი. გადაიძრო ბუს ტყავი და გამოჩნდა მშვენიერი ვაჟკაცი. ცოლს რომ მიესალმა, უთხრა. სულიერი სუნი მომდის. შენი ფრინე ქვეყანაზე, შენ მოყვებოდა კაცის სუნი. აქ სხვა კაც რა უნდა? უთხრა ცოლმა.
შემდეგ ჰკითხა. ახლა რომ აქ ჩემი ძმა იყოს, რას უზამდი? უფროს და შუათანაძმას თვალებს გამოჩიჩქნიდი. უმცროს კი გადავეხველოდი და ვაკოცებდი. აქ არის ჩემი უმცროსი ძმა. უთხრა ცოლმა და გამოუჩინა ბიჭი. ბუ გადაეხვია თავის პატარა ცოლის ძმას. ბოლოს მოსვლის მიზეზი გამოჰკითხა. ვაჟმაც ყველაფერი უამბო, რაც დაემართა. ბუმ უთხრა. მე 3 წელი ვდიე იმ ბაც, მაგრამ ხელთ ვერ ვიგდე და აბა შენ რას დაიჭერდი? მე ვერაფერს გიშველი ამ საქმეში. უთხრა ბუმ. იქნებ მგელი და გეხმაროს. ვაჟი ახლა მგელთან წავიდა. მგელმაც ტკბილად მიიღო ცოლის ძმა და უთხრა. 2 წელი ვცდილობდი იმის დაჭერას, მაგრამ ვერაფერს გავხდი. იქნებ შავარდენი დაგეხმაროს. ვაჟი წავიდა შავარდენთან. შავარდენმაც დიდი სიხარულით მიიღო შინ. როდესაც ცოლის ძმამ უამბო თავისი ამბავი, შავარდენმა უთხრა. მაგბაც ტყუილად დასდე. ის მზეთუნახავი ქალია და ბატის ტყავით დასურავს. მე მთელი 1 წელიწადი ვდევდი. თაზე ავიდოდი, იქედან დავიხუვლებდი და ტყვიასავით ვეშვებოდი. მაგრამ ბატი, როგორც კი დამინახავდა, ტბაში ყვინთავდა. იმას ვერავინ დაიჭერს. გაღმა მთაზე ერთი დევი ცხოვრობს. ცალი გვერდი გამხმარი აქვს და ცალის საღი. თუ ვინმეს ეცოდინება, იმას ეცოდინება იმისი ამბავი. ვაჟი მაშინვე წავიდა იმ დევთან. ბევრი სიარულის შემდეგ დაინახა, რომ ერთ გორაზე ხესავით უზარმაზარი დევია აყუდებული. ვაჟმა მოუარა დევს გამხმარი გვერდიდან და უთხრა. გამარჯობა, მამალ. სათხოვარი მაქვს. იქნებ დამეხმარო. ახლოს მოდი. უთხრა დევმა. მამობა რომ არ გეთქვა, შენი საქმე ცუდად იქნებოდა. რა გაგიჭირდა რომ ჩემამდე გაბედე მოსვლა? ვაჟმა უამბო თავისი ამბავი. დევმა უთხრა. მე დევების ხელმწიფე ვიყავი. 8 ცოლი მყავდა, მაგრამ ეგ ბატი ისეთი ლამაზი ქალია, მაგის მოტაცებაც მოვინდომე. აქედან იმის სახლი კარგად დიდ მანძილზეა. ღამე ტბიდან სახლში ბრუნდება. მივედი იმის სახლში და დავიმალე. მინდოდა მომეტაცა, მაგრამ გამიგო, ამიტეხა ქარი და სეტყვა ძლივს გამოვიქეცი. ის იყო იმის საზღვარს უნდა გადმოსულიყავი, ერთი ფეხი ჩემს მიწაზე მედგა, რომ მომწვდა, დამკრა ქარი და გამაქვალა ნახევრად. ახლა ვინც იმ ქალთან მივა, თუ სტუმრად არის, ქალი არაფერს ეტყვის, ვისაც იმისი ცოლად შერთვა უნდა, მას 3 სიტყვა უნდა ათქმევინოს და იმას გაჰყვება ცოლად. თუ ვერ ათქმევინა, გააქვავებს. ნეტავი მეც იქ გავექვავებინე და ჩემს მიწაზე ფეხი არ გადმომედგა, რომ ამ ტანჯვას გადავრჩენილიყავი. ვაჟმა მადლობა გადაუხადა დევს და გაუდგა გზას. იარა და მიადგა ბოლოს იმ ქალის სახლს. უჩუმრად შევიდა და წამოწვა ტახტზე. რამდენი ზღაპარი და ლექსი ვიცი, ყველაფერი რომ ვუამბო, განა ვერ ვათქმევინებ რამესო, იფიქრა. საღამოს მოვიდა ქალი. საწოლის ფეხთან სანთელი დადგა და დაწვა ვაჟის მოპირდაპირედ. ისეთი ლამაზი იყო, რომ ვაჟს სულ გადაავიწყდა თუ სადმე ან გაეგონა, ან ენახა რამე. მიდიოდა დრო და სიტყვას ვერ ამბობდა. ბოლოს ვაჟმა გულში თქვა, სიკვდილს ვერ ავწდები თუ არაფერი მოვიგონეო და ამ დროს მოაგონდა მამის დანატოვარი ძვირფასი თვალი და თქვა. რაღა უხრად და ან თვალი, ან სხვა რამე, თუ კი ახლა ვერაფერს მიშველის. თქვა ეს, ამოიღო თვალი და უთხრა. აბა, ახლა მარტო შენი იმედი ღამავს. მიშველე რამე. ვაჟმა თვალი ქალს საწოლის ფეხებთან რომ სანთელი ედგა, იმასთან ახლოს დადო. თვალი აელვარდა, ამოიდგა ენა და უთხრა სანთელს. ფისასო, ხომ ხედავ ჩვენი ბატონები შეწუხებულები არიან. მოდი ზღაპარი ვთქვათ და შევიქციოთ. რა ვთქვა? უთხრა სანთელმა. საღამოზე ამანთეს თავზე ცეცხლი მიგიდია, დილამდე დავდნები. მაშ კარგი. უთხრა თვალმა. მე გეტყვი, შენ მისმინე. თვალმა დაიწყო. ერთი მღვდელი, ერთი თერწი და ერთი დურგალი მიდიოდნენ. გზაზე ერთ ტყეში დაუღამდათ, დაანთეს ცეცხლი და დადგდნენ. როდესაც დასაძინებლად მოემზადნენ, თქვეს, მხეცებმა რომ არაფერი გვავნან, ვიყარაულოთო. წილი ჰყარეს,
პირველად დარაჯობა დურგალს შეხვდა. როდესაც მღვდელსა და თერცს დაეძინათ, დურგალმა, რომ არ დასცინებოდა, ამოიღო თავისი იარაღები, გააკეთა ერთი მშვენიერი ხის ქალი და იქვე მიაყუდა ხეზე. როდესაც დურგალის დრო გავიდა, დარაჯობა თერძმა დაიწყო. მან ხეზე მიყუდებული ხის ქალი დაინახა, რომ არ დასცინებოდა, ამოიღო თავისი იარაღები, გაუკეთა მშვენიერი თმები და შეუკერა მშვენიერი ტანსაცმელი, დაამსგავსა დედოფალს. ახლა მღვდელს ერგო დარაჯობა. მღვდელმა ხეზე მიყუდებული ქალი დაინახა, იფიქრა, ეშმაკისგან თუ არისო და დაუძახა, ვინ ახარ, ეშმაკი თუ კაციო? ქალმა პასუხი არ გასცა. მღვდელი გულადი იყო, მივიდა, მოჰკიდა ხელი, ცეცხლში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ ხელში ხის ქალი შერჩა. მღვდელი მიხვდა, რომ ხისგან იყო გაკეთებული, ამოიღო ჯვარსახარება და დაიწყო ლოცვა. ილოცა დიდხანს და ქალი გააცოცხლა. ახლა აბა მითხარი ფისასო, ვის ეკუთვნის ის ქალი? კითხა თვალმა სანთელს. დურგალს, თერცს თუ მღვდელს? მე რა ვიცი, თავზე ცეცხლი მიკიდია, დილამდე გავთავდები და აღარ ვიკნები. უპასუხა სანთელმა. მე რა იმისი ჯავრი მაქვს? ამ დროს ვეღარ მოითმინა ქალმა. წამოიწია და გაჯავრებულმა უთხრა სანთელს. შეწყეულო, ისე იქცევი თითქოს ჩემგან არაფერი გესწავლოს. უთხარ, რომ იმას ეკუთვნის, ვინც წინ შეუდგა საქმეს. დურგალს რომ არ დაეწყო, ან თერძივის რაც ჩააცმევდა, ან მღვდელივის ჩაუდგამდა სულს. ეს ერთი. თქვა ვაჟმა. აბა ფისასო, ახლა შენი ჯერია, მოხევი. უთხრა თვალმა სანთელს. რას ხაპრის ამცხელა? უპასუხა სანთელმა. თავზე ცეცხლი მიკიდია, დილამდის გავთავდები. მაშ ისევ მეგეტყვი. თქვა თვალმა, აელვარდა და დაიწყო. გზაზე სამი კაცი მიდიოდა, ფეხმარდი, გულთმისანი და ექიმი. ფეხმარდს სარბენად გული ერჩოდა და გულთმისანს უთხრა, თუ ძმა ხარ, ერთი ჩაიხედე საწუთროს ჯამში, იქნება ვინმე იყოს ავად, ეს ექიმი წამალს მოამზადებს, მე გავიქცევი და მოვარჩენთ. გულთმისანმა ჩაიხედა ჯამში და თქვა, ერთ ქვეყანაში ხელმწიფის შვილი კვდება და ის შეგვიძლია გადავარჩინოთო. ექიმმა მაშინვე მოამზადა წამალი, ფეხმარდმა ფეხებიდან დოლაბები ჩამოიყარა და ხელმწიფისაკენ გაიქცა. მიუტანა წამალი და მოარჩინა ხელმწიფის შვილი. ახლა შენ მითხარი ფისასო, ვინ უშველა ხელმწიფის შვილს? მე რა ვიცი, უპასუხა ფისასომ. ხომ ხედავ, მე ჩემი დარდი მაქვს, ვიწვევი, დილას აღარ ვიქნები. შეწყეულო, როგორ არიცი? უთხარი, რომ იმან, ვინც წამალი მიუტანა. დაუძახა გამწყრალმა ქალმა სანთელს. ეს მეორე. თქვა ვაჟმა. აბა ახლა შენა თქვი ფისასო. ისევ მიუბრუნდა თვალი სანთელს. სულ მე ვლაპარაკობ და შენ კი არაფერს ამბობ. რა ლაპარაკისათვის წყელა? უპასუხა სანთელმა. თავზე ცეცხლი მიკიდია, დილამდის ჩამოვდმები. მაშ უკაცრავად ნუ ვიქნები და ერთს კიდევ ვიტყვი. თქვა და დაიწყო თვალმა. გზაზე ერთი კაცი მიდიოდა ცოლითა და მეგობრით. ყაჩაღები დახვდნენ, გაძარცვეს, დასჭრეს თავები კაცებს და დაყარეს. ქალმა დამალვა მოასწრო და გადარჩა. გამოვიდა და დირის. უცებ ციდან ანგელოზები მოფრინდნენ. დაასხდნენ მკვდრების ახლოს ხეებზე. ჩააგდეს ერთი შტო და თქვეს. მაგ ქალს რომ ესმოდეს და იმ შტოს მკვდრებს წაუსმევდეს, ხომ გააცოცხლებდა. გაიგო ქალმა, აიღო ის შტო და მოუსვა მკვდრებს. მკვდრები გააცოცხლდნენ, მაგრამ საუბედუროდ ქალს შეეშალა და ქმრის თავი მის მეგობარს მოაბადა, მეგობრისა ქმარს. ახლა შენ მითხარი ფისასო, ვისია ის ქალი? მე რა იმათი ჯავრი მაქვს? უპასუხა ფისასომ. ხომ ხედავ, გავთავდი, თავზე ცეცხლი მიკიდია და სიცოცხლე მელევა. აი შეწყეულო, უთხრა ქალმა ფისასოს და წამოდგა. განა შენ ამდენი ხანი ჩემს ხელში არ ყოფილ ხარ, რომ ჭკვიანურს ვერაფერს ეუბნები. უთხარი, რომ იმის ცოლი იქნება, ვის ტანზედაც ქმრის თავია მიბმული. ესეც მესამე. დაიძახა ვაჟმა.
ამის მერე კი შენ ჩემი ცოლი იქნები. და ქალს მოეხვია. რაღაც იზამდა ქალი. დაუმადლა ვაჟს, ჭკუა და მოხერხება და გაჰყვა ცოლად. გადაიხადეს ამ ზღაპარივით გრძელი და ჭრელი ქორწილი და ზღაპარიც აქ თავდება. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.